ჩემო ძმამ დაბადების დღეზე მოინდომა რომ გავსულიყავით თუშ-ფშავ ხევსურეთში, სადაც უნდა მოგვენახულებინა მიდამოები. ძალიან კარგი ამინდი დაგვემთხვა. გზად მთების ულამაზეს ხედებს ვაფიქსირები ჩემი კამერით, ვეცადე ახლოს მომეტანა. ყველაფერი მინდოდა გადამეღო. შემდეგ ახმეტის მუნიციპალიტეტში კვეტერას ციხესიმაგრესკენ გავეშურეთ აღმართზე. ავედით მთელი ოჯახით. კვეტერას ციხესიმაგრე ნახსენებია დიდოსტატის მარჯვენაში და კოლონკელიძის საგვარეულო ცხოვრობდა იქ. 2007 წელს კვეტერას ციხესიმაგრე შეტანილია იუნესკოს მემკვიდრეობის საცდელ სიაში. ძალიან ძველი ძეგლია და ტაძარიც ასეთივე ძველი იყო. აქედან ულამაზესი ხედები დავაფიქსირეთ. შემდეგ იუბილარს გადავუღე სურათები. მეც ვიპოზიორე, დანარჩენები რატომღაც ვერ ვაპოზიორეთ. ქარი იყო და გვინდოდა რომ დროზე ავსულიყავით ზევით. შემდეგ სვენებს-სვენებით ავედით ზევით, სადაც დაგვხვდა ძველი ციხესიმაგრე ეკლესიის თანხლებით. აქ ბავშვების ექსკურსია და შრიამული იყო. ნახეთ როგორი ლამაზია. რესტავრაცია გაუკეთეს და შიგნითაც გადავიღე. ფრესკები რატომღაც არ ჩანდა, ესეთი სვეტებიანი ტაძარი იყო. დავანთეთ სანთელი. ეს ხატი ჭედური ნაკეთობა განსაკუთრებულად მომეწონა. ამ მზის ფონზე კიდევ უფრო ულამაზესი იყო. შემდეგ გავეშურეთ გზა და გზა ვიღებდი ამ ხედებს. ულამაზესი ბუნება იყო. აქ ბუნების ხედებს ვაფიქსირებ, ცურის ფარა. ნახეთ როგორი ლამაზი შემოდგომის ხედებია. გზა და გზა ესე ვაფიქსირებდი ყველაფერს და ძალიან სიამოვნებდა ეს ყველაფერი. ქსანის და არაგვის ხეობას ვიღებდი შემოდგომის ფერებთან. თიანეთში შევედით, ეს თანამედროვე მგონი ტაძარი იყო, თუ არ ვცდები. გზა და გზა თან საუბრობდით, შეიძლება თან გაიგოთ რაღაც ჩვენი საუბარი. და გავიმართეთ მთისკენ. ნახეთ როგორი ლამაზია, პატარა სოფლები იყო. ნახეთ ჟინვალი როგორი ლამაზია, ფერი იყო რაღაც საოცარი. აქაც ბევრი ფოტოები გადავიღეთ. შემდეგ ჟინვალის წყალსაცავზე მეც გადავიღე რამდენიმე ფოტო. გავიმართეთ. ეს უკვე ჩარგალი. ვეცადე რომ ვაჟას ბუნება გადამეღო. ყველანაირად დამაფიქსირებინა ის მისი შთაგონების ულამაზესი წყარო, მაგრამ რა თქმა უნდა ჩემი კამერით ეს ყველაფერი ძალიან რთული გადასაღები იყო. ის ნახეთ როგორი საყვარლები არის. ძალიან მოვლილი და ღუნღულა ფარა იყო ეს ცხენები. ძაღლებზე ჩემი ძმა გადაობდა როგორი დაკუნთულები არიანო, ნავარჯიშებია. ესე შუქჭრდილები ურტყავდა და ულამაზესი იყო, რა თქმა უნდა, კამერაში დაფიქსირება ძალიან ძნელია. მამა ჩემს ძალიან უყვარს ვაჟა-ფშაველა და გზად უამრავ ლექსი წავიკითხა, მაგრამ არ გადამიღია. ეს სახლ-მუზეუმში ჩარგალში მოვედით.
ძეგლია ვაჟა-ფშაველასი. თვითონ სახლი მისი დაკეტილი იყო 2027 წლამდე რესტავრაცია მიმდინარეობს ამ სახლის და იქ არავის არ უშვებენ. ნახეთ, შემოღობილია და აქ დავაფიქსირეთ მისი სახლი. ჩვენც ვიპოზიორეთ და შემდეგ შევედით სახლ-მუზეუმში. თუშ-ფშავ ხევსურები უძველესი დროიდან ხალხური რეწვის ტრადიციებით არიან ძალიან გამორჩეულები. მათი ტანსაცმელი ნატურალური შალის ქსოვილით არის გაკეთებული და ცოტა მოუხეშავია ასევე ნახეთ ეს იარაღებიც, ვაჟას ბიოგრაფია, ნახატები, თანამედროვე მხატვრების ყველაფერი მინდოდა გადამეღო თან, ალაგ-ალაგ იყო ვაჟა-ფშაველას გამონათქვამები. ეს ძალიან მომეწონა ეს ნამუშევარი. ნახეთ ვაჟას სიბრძნეები. ჩემი თქმა ამაზე არ გინდათ ყველამ ალბათ იცით რომ იყო უდიდესი ლუკა. აქ სულ იყო ბიოგრაფიული მემორიალები, თუ რავი როგორც ქვია, ვაჟა-ფშაველას ფოტოები, ძეგლი, ფარდაკები, თექა, ყველაფერი მათი ტრადიციის შესაბამისი და ძალიან ისეთი შემეცნებითი და ნახატები. ძალიან ლამაზი იყო ეს ფერები. ნახეთ ჩulis ნუკრი. შემდეგ აქ, რა თქმა უნდა, ხინკალი ვჭამეთ, იუბილარი დავაფიქსირე, ვაცებს ლაპარაკობდა. გარეთ ვისხედით და ეს ძალიან გემრიელი ხინკალი ვჭამეთ. წამოვედით უკან და როდესაც ჩამოვედი, მეორე დღეს ისეთ ცუდად გავხდი, გავცივდი რა თქმა უნდა და ეხლა ჩავწერე ეს ვიდეო.